დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Elite Mobi. ორიგინალი ტელეფონები ამერიკიდან ყველაზე დაბალ ფასად. სალამი გამარჯობა როგორ ახართ მომენატრეთ. დაგიბრუნდით ძლიის გვეღირსა დიახ, ახლა ვარ BMW-ში და ვარ რეზისთან აგერ. რეზი გამოიცხადდი რეზი. როგორ ახარ? სალამი რო. კარგად. აუთ მეც არა მიშავს. მახურებლები. ვითომ არ მინახავს საწენა რა. მოკლედ ამ ვიდეოში როგორ ახარ გაგიმარჯოს? უნდა წავიდეთ ბათუმში, გავატაროთ ბათუმის ტესტი და უკან წამოვიდეთ. იქ ბათუმში კიდე რაღაცებს ვიზავთ. ბათუმის ტესტს რო გავატარებთ, მე უკვე გავუშვებთ ამას, მაგრამ მანამდე რა გვჭირს ახლა რეზი ვანახოთ ხალხს. თუ რა მჭირს და თმა მაგ შესაძლოა. ეგ შენ არ გევი. შენზე არ ვიცარ. მოკლედ რა გვჭირს მანქანას? ცხვირი ჩამოვიღეთ, დიახ, და სხვათა შორის სენსორი მივაყენე, ეს არის ტემპერატურის სენსორი და გავაკეთეთ. მუშაობს 20 გრადუსად ნამდვილად იყო ისე მოყვები, ანუ ბექამ როგორც იცით, სასწაული რული რო არის, აი ესე იმე ტორეტო რო არის პატარა. შახთან შააყენა ბარდიურზე და მოვაძრეთ ეს გავტეხეთ ეს, რა თქმა უნდა, და მოვაძრეთ ეს შემთხვევით. ასე რომ უნდა გავაკეთოთ ესეც, რა პრობლემა მთავარია, ძალიან არ დავაზიანე აი ამ პატარა რაღაცების გარდა და ხო რა, უფასობამ პედაგოგია დიდად არ მწყდება გული. სტეფანახი საქმე რა არის? ვისი შედუღებული გააფუჭე? დავაი რა. როგორ არ გაწყდა ეგეც რო თქვა? ხო ანუ ეს შედუღებული არ მოტყდა, იმიტომ რომ რეზიმ გააკეთა და ყოჩაღრეზის მოდი ხშევესიოთ, გავაკეთოთ, მოვაყენოთ და მე უკვე შემდეგ დღეს გადავწყვეტ პრას ვიზავთ, იმიტომ რომ ამ დღეს მარტო ამას მოვასწრებთ. ჩვენ მანქანაზე რა ვიდეო დაიდება პროცესში. ო, შენ მანქანაზე ამ მანქანაზე რაღაცა იჩალჩა მოკლედ და ნახავთ ამ ვიდეოში რა. დეილოდით. всё, ოკეი. არაფერი არ ჩეს მანქანას, მუშაობს შეულებრივად. ეს კაცი კიდე ბამსტები ვიყავი და სკოლაში და დავაი მე ვიყავი მეორე კლასში ეს კაცი ყიდიდა ბამბის აი всё დავცხოთ ჰაგერეს და რესტავრირებულია მე იქ ამწყობი და მიმყენებელი და ეგეთები არ დავიწყოთ იმიტომ რომ უფასო ბამპერია და კუსტარულად გავაკეთეთ დამჯახებელიც არა არაფერი მოკლედ ვინც შეძინა მას ბამპერი შეუცვალებ თუ არ მოგწონთ ხო რა ეხა მივაყენებთ იქით გარეთა აგერ ჩვენ ძმა შემოგვიერთ და გამომარჯოს ვარ ხო არა აქვს არხი ო არა ვალერა გეიმერი ვალერა 1080 GTX 1080 ვალერა GTX 1080 ბაზარი რა აი ეხა მას გავამაგრე მეტი არასად აღარ წავა იქით გამაგრებული იყო არაფერი არ მოსვლია ესეც გავამაგრე ახლიდან და მიყენება უნდა ყველაფერს რა ეგარი და ეგ ეგ არის გამოვაყენე ისე ხოძზე ამანქანა ყველაფერი კარგად დავამაგრე რომ ბათუმში კარგად წავიდეთ იმედია კარგად ჩაივლის ეგ მოგზაურობა ასე რომ როგორც ხედავთ აგერ 20 გრადუსს აჩვენებს ესეც გაკეთებულია ამას კომპიუტერზე შევაერთებ რატოც ამას არ ვიცი შეიძლება ზეთი აკლდეს გადაცემათო ყოლობს ხო როგორც ვიცი გადაცემათო ყოლოფის ერორ ნიშანია და რა ვნახოთ ბათუმში შეგვიმოწოდან სავარაუდოდ მაგასაც. მაყოფილი ვარ დღევანდელი სამუშაოებით და დავუშვით ახლა. რის გაკეთებაც მინდა გავაკეთე. მანქანა ისე ხოძია. აღარ დავუშვებთ მსგავს შეცდომას ბარდულებზე აღარ ავხტები მაგათიც. დაღლილი ვიყავი ძალიან. აბა ხვალამდე რა. იმ დღემდე როცა ვაგრძელებთ. ხვალ არ მგონია იყოს ეგ. ესე იგი რამდენიმე დღის მერე, როცა მოვიცალე, უკვე უნდა წავიდეთ და რაზვალი გავასწოროთ, გავამზადოთ ბათუმისთვის, ბათუმის ტესტისთვის და იქ კიდევ სითხეები უნდა შეგვიცვალოს ერთმა ძალიან მაგარმა კომპანიამ, რომელიც დაგვიკავშირდა. ახლავე მოგიყვებით, მაინც ჩავждდე. მივაქოქოთ რამდენიმე დღე არ დაქოქილა, მაგრამ მგონი რომ ჩვეულებრივად უპრობლემოდ დაიქოქება და ტემპერატურის დაჭრით რო შევცვალეთ, ძალიან კარგია ეგ. ჰოპ. უპრობლემოდ. აგერ გვიჩვენებს 17 გრადუსს. გავი აქ ერთ ვიშოვე დამეზარ აქეთ სიარული და გამოწერე პირდაპირ $4 ეს სენსორი, ასე რომ მუშაობს იდეალურად. წყლის სისტემა რაც გავაკეთე და შლანგი რაც გამოვცვალე და ახლიდან დავაგერმეტიკე. ხმა აღარა მოუღია და რა ჩვეულებრივად მუშაობს. მშრალად საკაიფოდ არის. ახლა უნდა გავიდე ვარკეთილისკენ და
რაზველი გავასწორებინე, რადგან ცოტა გვერდულად დგას საჭე და გზაზე ცუდად გაცვეთ საბურავებს, ასე რომ ეგეც აუცილებელია. ესე იგი, ბათუმში რას ვაკეთებთ ხალხო? ბათუმში მივიდივართ B-Motors-ში. B-Motors ესე იგი აქვთ დიაგნოსტიკა თავისი სპეცფუნქციებით, ელექტროობის სერვისი, პლუს არის ჰიბრიდული მანქანების ნაწილების მაღაზია, სადაც ასევე LED-ნათურებიც იყიდება. მალე ექნებათ ინჟექტორების საწმენდით და სრულ სერვისს ჩაუტარებს თქვენს მანქანას იქ და ნაწილებსაც შეიძენთ. და ასევე როგორც B-Motors-ში გონება, მანდ ექნებათ ორიგინალი გერმანული ზეთები, ანტიფრიზები, ეგ ყველაფერი იქნება. ფირმა არის ლიბინოლი, რომელიც არ არის სხვაგან საქართველოში, როგორც მე ვიცი. ერთი ფილიალის მისამართი არის გიორგი ლეოლინძის 2A, ბათუმში როგორც გითხარით, და ზეთების მისამართი არის პეტრე ბაგრატიონის 157. ასე რომ შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს მოსტუმრებით აუცილებლად, ხვალ არა ზეგ უნდა წავიდეთ იქ. რეზის სხვა დროს არც ცელი ფიზიკურად, მე კიდე დამხმარე მანქანა რო რამე ისე ვერ წავიდეს როგორც საჭიროა, მჭირდება, ასე რომ რეზის უნდა წავიყოლოთ. ახლა კი დავეშვით რაზვალზე გავასწოროთ რაზვალი. ახლა შევიძინე ტესტერი, რითიც მინდა გავაკეთო, უკანა საბარგული რო არ იღება ღილაკით, თუ ვერ გავაკეთე და უკვე შემდეგ ამ მანქანის პატრონს მოუწევს ხელით გაღება. დიდი ამბავი. დიდ პრობლემას ეგეც არ წარმოადგენს. გასაღებით გაღება მოუწევს. ტექდათვალიერება იქნება სავარაუდოდ ჩვენ ხელში, იმიტომ რომ ეხლა აპრილის 6-ში უწევს, თუ სწორად მახსოვს. იქ პატარაზე ხელის მუხრუჭი არის დასარეგულირებელი მარტო და მგონი დანარჩენი პრობლემა არ ექნება, შორბად გაივლის ეს მანქანა ტექდათვალიერებას. ფასი ჯერ არ ვიცი რას დავადებთ ამ მანქანას, ან რაში გავცვლით საერთოდ ეგეც არ ვიცი, ერთად ვიხილავთ ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გაიგებთ, ყველაფერს ნახავთ ვიდეოში, ერთ-ერთი თქვენგანი შეიძლება შეიძენს, ან გაგვიცვლის რამე შესაბამის მანქანაში. იმიტომ რომ წინ უნდა წავიდეს პროექტი. მიზნები დიდი გვაქვს, ჯერჯერობით ვბუქსავთ, მაგრამ მივახცევთ საბოლოო ჯამში იმ მიზანს, რაც დავისახეთ. რავი, რამდენსაც უთხარი ხალხო, ესა და ეს მინდა მეთქი, ეს მიზანი მაქვს ამ პროექტში, რომ იქ GT-არი უნდა ვიყიდოთ ბოლოს და ან გადავცვალოთ ან რაღაცა ეგეთი და ყველას ცოტა სკეპტიკურად აყოლა განწყობილი, რა თქმა უნდა და ბუნებრივიც არის, მაგრამ არაფრის დიდებით არ გავჩერდები, ანუ სურო 10 წელი და 12 წელი დამჭირდეს მაინც გავაკეთებ მაგას. არა იმედია მაგდენი ხელი არ დავჭირდება. დიდი იმედი მაქვს. რავი, ნახოთ რო გვანახებს ხალხო. და იმედია საერთოდ მშვიდობით ჩავახცევთ ბათუმში, ზედმეტი გართულებების გარეშე, მანქანა თავს გზნობს მშვენივრად, წყალს არ ადუღებს. ზეთიწინება მშვენიერი გვაქვს, ყველაფერი მშვენიერი გვაქვს. ნახო, დიაგნოსტიკასაც ჩავატარებთ წესით, მე რო ვერ ვკითხულობ ამის კომპიუტერს, ჩემი დიაგნოსტიკა ვერ გითხულობ ფიზიკურად და წესით B-Motors-შიც ექნება. კი, თბილისშიც შემეძლო გამეკეთებინა და მიმიყვანა, მაგრამ რახან ბათუმში მივიდივართ, ბარემ იქ გავაკეთებინებ, თან შემოგთავაზა ახალ ხმა აგერ. დიდი მადლობა მათ. ეგარი, საცა დავარაზვალებთ. ამ დისკებზე რომ მეუბნებით, რომ შეცვალეო, არ გამოგდის შეცვლა ფიზიკურად. ახალი პატრონი დააყენებს ახალს, არც კაპოტის შეცვლა არ გამოგდის, ვერ ვასწრებთ. ასე რომ ხო, მემზადებით ბათუმისთვის. ხო და ვაკეთილისკენ ვისაც გინდათ, რაზოლის გასწორება, აგერ. ნომერსაც ხედავთ, ედო ქვია. ყველაფერს თავიდან ბოლომდე ხსნის, რას აკეთებს, როგორ აკეთებს. ჩვენიერი მომსახურება. არის ქარმოტორსთან შემოსასვლელი რო ზუსტად მანდ. ნუ გეცოდინებათ პრინციპში. დასრულდება გავიყვანთ და მივარეცხავთ, მივაწყრიალებთ მანქანას. ეგ არის მოკლედ გასწორებული არის რაზვალი, მივაყენებ ისევ ფარეხში მანქანას და შევეცდები რომ ჩემი ტესტერით გავარკვიო რა ხდება უკანა საბარგულის საკეთზე. იმიტომ გავაკეთოთ. თუ ვერ გავაკეთეთ და გაიხსნება გასაღებით როგორც გითხარით. სულ მალე დავეშვებით ბათუმში. და რეზიც შემოგვიერთდება, კარგი ტრიპი გამოგვივა. მაინტერესებს რას იზავს ბათუმამდე. არიქა, გაზაფხული მოვიდაო და ჩიტებმა ტვინი წაიღეს. მოკლედ, დილო მშვიდობისა. ბათუმში წასვლის დღე არის, ეხლა უნდა ჩავიდე რეზისთან. მანქანები უნდა გავირიცხოთ და დავეშვათ. ყველანაირი აღჭურვილობა გადამღები რაღაცები მომაქვს, დასაღები. გზაში რამე საინტერესო თუ ვქენით. მაგასაც გადავიღებთ და ხო რა, კაი გასარეცხია ეხლა ჩვენი მანქანა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბათუმამდე პრობლემის გარეშე ჩავახტოთ და რატომაც მგონია, რომ ასე იქნება, ანუ მანქანა გამართულია. არაფერი სერიოზული ამას არ ჭირს, ასე რომ კაი ტესტი იქნება და კაი მტკიცებულება იმისი, რომ ვის ხელში ჩავარდება ეს მანქანა არ გააწვალებს. აუდიდან რაღაცები რომ გადმოვიტანო აქეთ, power bank-ები და მთელი ამბები და დავეშვით.
რეზი გავაღვიძე უკვე. ხოთზე ვართ, უბრალოდ ბენზინის ჩასხმა გვინდა და ეგ არის. ამაზე დავარესტე სერვის ინდიკატორი რა, რო გიჩვენებს რომ ამდენ ხანში უნდა შეცვალო ზეთიო და ამას აქვს პაკმან კონექტორს ეძახიან მოკლედ ამერიკელები. მრგვალი რაღაცა არის რა, OBD-ც აქვს, მაგრამ ეგეც აქვს და იქიდან ხდება თორმე კომპიუტერზე დაერთება, უფრო როგორც ვიცი. მოკლე უნდა მიაცემინო 2 პინს, 1-3 წამი გააჩერო, YouTube-ზე დევს მაგერ ტუტორიალი და ვსვიო დარესეთ და კომპიუტერი განულდა და აწერია ხა 25000 ზეთის შეცვლამდე. და აქ კიდე გავანულე ესეც, რომ ნახოთ რამდენი კილომეტრი გავიარეთ. ნუ ხა ბათუმამდე კი ყველა მიცით რამდენი კილომეტრია, მაგრამ რომ მოვრჩებით 600 რაღაცა კილომეტრზე უნდა ვიყოთ ამ ოდომეტრზე და მანქანა კიდევ ხოთზე უნდა იყოს. ძალიან მომწონს მოკლედ ეს მანქანა და ცოტა ძნელი იქნება ამის გაშვებაც. ერთადერთი მინუსი რაც არის ჩემი აზრით ამ მანქანებში და ამ ძრავებში ის არის რომ ძალიან მაღალ ბრუნზე მუშაობენ. 5 სიჩქარიანი რო არის 80-ით უკვე რაღაც ლამის 2000-3000 აბაროდზე არის. მე 5 სიჩქარეში უკვე ჩაგდებული და ფიქრობ რომ არ ყოფნის ეს გადაცემატო კოლოფი ამ მანქანებს და 6 სიჩქარიანი მაინც უნდა იყოს. ახალ რევიზიებში მგონი 6 სიჩქარეც გამოსულია, მაგრამ უკვე 2 და 5-ები არის და 3 და 0-ები და ხო რა. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამასაც 6 სიჩქარიანი არ აწყენდა. ან სხვანაირად რო გაეკეთებინათ ცოტა სიჩქარეები ძალიან მოკლე რო არ ყოფილიყო. მასე ვფიქრობ მე ეგ ჩემი აზრია. თორე დანარჩენი ძალიან მშვენიერი ძრავია, როგორც ყველასგან გავიგე, ეს არის ვირი ძრავი. რაც არ უნდა სჭირდა, საი ძალიან იშვიათია რომ დაასტუკო. თუ მართლა ბოლომდე არ ზეთი თუ არ დააკელი და ანუ არ დაასერვისე რაღაცა 300.000 კილომეტრის განმავლობაში, მანამდე არ ფუშტება ხო რა. როგორც მე გავიგე. ეხაც რაღაც ხმა რო აქვს 2000 აბაროდზე, უკვე ცეპის ხმა არის, რავი 90%-ით დარწმუნებული ვარ. ხო და ფიქრობ რომ გავივიდით. ზეთს არ დავაკლებთ, ზეთს შევუცვლით. ბათუმში ჩავალთ თუ არა, ჯიგარ ხალხთან, როგორც ვიცი, ხიდშიც უნდა გამოვცვალოთ ზეთი, ეგეც ძალიან მოუხდება და იქნება ხოთზე. ეგ არის, მოუწრიალდი რეზისთან. გამოვა ახლა მოზვინული კაცი. დიდი იმედი მაქვს, რომ კარგად ჩაივლის ყველაფერი. და ვფიქრობ რომ მასაც იქნება. რა კაი ვიძია რა. მომწონს. რეზი წამოიყვანს თავის მანქანას, რომ რამე დახმარება დამჭირდეს, დამიბუქსირებს, დანკრატიაკ შეგინით და მთელი ამბები და ხო რა, დაგვეხმარება გზაში. და კადრებსაც გადავაღებინებ თუ არ მეწუწუნა. აი, მოვიდა. სადა ხარ ძმაკუშ? არ მაინტერესებს. კიდე კაი ხოლმე დღეს მუშაობდი შენ მაგიზმა უნდა გაგიმართლა. ადრე მოვედი, ადრე დავიცი. ო, მერე? გათვლილი გქონდა ეგ ყველაფერი ძმაო. მე 9-ზე რო გაგეღვიძებინე კიდე ხო 9:30 გადასრიგույდი. არა ვარ მიშოვდა იქ. კაი 1 საათი დიდი ამბავი ხარ, ფერ გიჭირს ხო? მოკლედ ზედმეტი რაღაცა მომაბეზრებელი კადრების გარეშე დავეშვებით ახლა ბათუმისკენ დავაწვევით. 5 საათი გზა გვაქვს ხო? არა, 9 საათი შეიძლება ხოდით შევიდეთ. მეტი არა. ოკეი, შვენიერი მაშინ. ამის სი არ ამგონია, იმიტომ რომ ეს მაღალ აბაროდზე მუშაობს, მე 5 სიჩქარეში მაინც. ეს ვიგო. რა უნდა გეკონტავე კუანა ძრავია რა უნდა გეკონტავე ეხა იმის მუღამი მაქვს რომ ჩავიდეს უპრობლემოდ მეტი არაფერი დავირაზმებით ეცა საბურავი შევამოწმო ეგ არის კაია ესაა ჩემი სეტაპი გადასაღები იმდენი რაღაცა ხა აი ეს აკეთდება რა ბიჯო აი ეს ეგ მჭირდება ზუსტად თუ გინდა ეს აიღე ეს წითელი ჩასვალ ტელეფონში გინდა ეგ არის. Oh shit. მე მაინც არ ვიყენებ ასე რომ. ო არა, გზაში რო გამოვედი. ოკეი. დავაბიძარით მანქანები გავრეცხოთ და ეგ არის. ჩვენთან სამრეცხაოში. ხო. სამრეცხაუმდეც როგორ უნდა ჩამომრჩეს ეს რეზი რა. არ ვიცი. ეგ არის, ვასხავთ ბენზინს. როგორ უნდა მოვასწრო ყოველთვის მე ამ კაცს კიდე რა. რავი ძმაო, ჩავასხი ბენზინი, მიდი იმას კერი, მოდი მალე. სად არის 100-ზე არა ვარ, გაიჭედა ალბათ შუქნიშანზე, ღირსია. მოკლე გზები მე ვიცი. აბა BMW, არ შემარცხვინო. ნახე, როდის მოაყენა უბრალოდ რა. დაველოდები ამ საცოდავს. კარგია.
აბა რამდენი ჩავასხით 70 ლარი ჩავასხით რამდენი წავიდა ნახევარი გვაქვს რაღაცა მე კიდე ჩავასხა ნახევარზე უნდა მეტი ბიჭო უხდებიან ერთმანეთს არა ორი გერმანეთსი სუფთა გერმანეთსი მივხოთ დოგდებით მე და რეზინო წავალთ მე მეზარე ბაგზაათი ავტობანი მეზარე ბიჭო მე პირიქით მიყვარს ნეტა სოფლები იყო რას ლაპარაკო რა სოფლები მაგარია ძალიან ავტობანი აი რომ მოგთენ თავს გზაში მე არ მთენ თავს ძმა იმდენ ჯერ ნაყოფი ჰოთ-დოგი კაცია აი დავი ოკეი მოკლედ სიტუაცია ასეთი არის მივდივართ 100 მიჭირავს 3000 ბრუნს რო ავაცილებ რაც რაკარუკი ისმის ზრავიდან მაგრამ რო ავუშვებ რაკარუკი ჩერდება 3000 ბრუნზე რო იყოს ზრავი და მივდიოდე გაზაშვებული არაფერი არა ცეპი არის რა 90% ცეპი მგონია და მინდა რომ დავასერვისო ეგ ცეპი თუ მოვახერხე ეგ არის და ეგ სავარაუდოდ მეტი არაფერი არ ჭირს ამას 99% დაწუნებული ვარო ცეპია და აგერ რეზიმე ლაპარაკება თან აი რადიო კავშირი გვაქვს ყოველთვის არა პრობლემა რა კარგად მიდის ჯერ ყველაფერი ცოტა ანტიფრიზის სუნი შემომდის მაგრამ ეგ მგონია რომ სადღაც აი ძალიან ოდნავ წვეთავს თუ წყალს ამინდებს გავჩერდები შლანგები შემოწმებულია და კარგად ამա გაკეთებული არ გასდიოდა წვეთი საერთოდ დანარჩენი რავი მივდივართ. ამ ძრავის როგორც თქვი არ მომწონს ის რომ მაღალ ბრუნზე მუშაობს ანუ რა. ეხა მივდივარ 100-ით და მიჭირავს 3200 ბრუნი. მე-5 სიჩქარეში. 6 სიჩქარე უნდა. 6 არა მაგ მე 6. მე მაგდათხო. აჩუნდი შე. სადა ვართ ეხა ჩვენ გორში ჯერ არა ვართ მაგრამ მალე ვიქნებით. და მივდივართ ნახოთ მივკრუიზინგობთ საკაიფოდ. მამალი 1 და 9 ძრავია ძმაო. წყალი ნორმაზე დგას, არა პრეტენზია არ აქვს. თო. ახალ გორის გადასახურს გავწდით, ყველაფერი რიგზეა. რამდენს? მე 10. ავი აღმართია როგორ უჭირს, ჩემი. აი ხა ჩავადი. ესა კიდე კაი გადავიღე ძალიან ყურა ძრავი ჯავადგი 100-200 კი 100-200 მე კი არის გორის გაჩერება ყავას დავითრევთ და გავაგზავნებთ მანქანა ნორმალურად გზნობს თავს გარდა იმისა რომ რაკარუკი აქვს მაღალ აბაროტებზე გაზის საშვებისას რა ცეპი მგონია რა მე და იმედია მაგ ცეპის გაკეთებას მოვასწრებ და ძვირიც არ უნდა გეკეთდეს კაპოტი არ აგეფაროს სახიზუალ არ ამეფარებ ანუ შეიძლება კაპოტი რავი კარგად გზნობს თავს საკაიფოდ არის რეზინი ვიფუჭებ მანქანას და ლამაზად გამოიყურება ალათი სამსახური სახლი ისინის ნახმარი მანქანა აი დიდ პაუზას არ გავაკეთებთ ეგრევე ყავას დავითრეთ წავალთ უბრალოდ შევხედოთ როგორ მდგომარეობაშია ძრავი ყველაფერი რიგზეა მგონი კი ყველაფერი კარგად არის ხო ნო ძრავია რა მუშაობს ოკეი წავიხემსეთ 12 ნახევარი გვაგენდება უნდა გვიჩქაროთ გავიქცეთ ვარ ჩასასვლელები ბათუმში ზაში ალბათ ბევრს აღარაფერს არ განახერხებთ პირდაპირ ბათუმისკენ გეზი რამე თუ მოგვივიდა მაგ შემთხვევაში თუ და იქოქეთ ძმა და კონდიციონერი დამჭირდება უკვე შავი მანქანაც ძალიან ცხელდება პატარა მზეშიც კი და იქ უკვე კარგია
კონდიციონერი, მოდი. უფ, კაია. ნაის. დევიშვით. ძალიან კაი ბეძე წამოვიდით. დაგვდა მზიანი აჭარა ხალხო. ერთი წელი აქ არ ყოფილი ვარ და ძალიან მისწორდება. ერთ-ერთი ნესტი არ მისწორდება ხოლმე. დარჩენი ყველაფერი. ამ წელსაც შეიძლება ჩამოვიდო ნახოთ. იგერ უკვე შავი ზღვა ქობულეთის ავლით, ანუ ქობულეთში არ შევალთ, პირდაპირ შევალთ ბათუმში. წინ რეზიმი გვიძღვება როგორც ყოველთვის და მანქანა ხოძეა. როგორც ხედავთ, წყალი ნორმაზეა. არ წევს არაფერი. საწვავს შავამატებთ არა, პრობლემა დიდ ბრუნზე რომ მუშაობს ძრავი, ანუ ქართულად ეგეთ ბრუნზე მუშაობს. 5 ჩქარიანი 1.9 თურმე. ამის გამო წვაქვს ცოტა ბევრი მაგისტრალზე. ეს ვინე ქალაქის მანქანაა რა. ქალაქის საკაიფო ტიპი. 100-120 სიარული უკვე ამისთვის ზედმეტ ბენზინის ხარჯვაა. მაგრამ საკმაოდ კომფორტულად დადის, ანუ არანაირი სხვა პრეტენზია არ აქვს. მოკლედ, შემდეგი პატრონისთვის კარგი იქნება. კარგად მოვუარეთ ამ მანქანას. ეხლა კიდე სითხეებს შევუწვრეთ კაი ხალხთან. დიაგნოსტიკას გავატარებთ. ეგ არის რა, დავემშვიდობებით ამ მანქანას. ეს უკვე ბოლო ვიდეოა წესით რა ამ მანქანის. მოგვენატრებ პატარა. არა რა, მაგარია ზღვის ნახვა კაი ხნის მერე. ლამაზად გემი არის, მოკლედ ზღვაში აქედან კარგად არ ჩანს, მაგრამ ყველაფერი ძალიან ლამაზია. გამარჯობა ბათუმი. ეხლა ჯერ მივალ სასტავთან დიაგნოსტიკაზე, დიაგნოსტიკას ჩაატარებენ მანქანას. მე გადავალ ზეთებზე. აგერ ბათუმი. Nice. ეგ არის, მოვედით ძალიან ცხელა. საშინელი სიცხეა. აქეთ არის ბიმოტორსი. აგერ მოსახვევში და გამოვსვი ცოტა. ეს ცოტა ხანი აქ იყოს დაისვენოს. კონდიციონერში საერთოდ არ იგრძნობა და ისე ცხელა 32 გრადუსია თორსტები ახლა 13 ეგრე. მოძვინული კაცი მელოდება აქ. არა, ბათუმში რო ჩამოდიხარ, მზე უნდა დაგხვდეს, ხო ასეა? ბათუმში რო ჩამოხარ, მზე უნდა დაგხვდეს. ხო, ამან შემომასწრო. კაი, სადღაც აქეთ არის, იმონი. იმიტომ მოვედით აქ, რომ ნახოთ ჯერ ხალხი და მე მოვიყვან მანქანას. აი, მე მგონი მოვედით. დიაგნოსტიკა აწერია. მოკლედ, აი ეს არის. ეს ადგილია უყურებს ამას. როიცოდეთ რა, არ დაიბნეთ ჩემსავით. ესე იგი, ჯერ ბიმოტორსი არ აწერია აქაურობას ხალხო, მაგრამ მალე დაეწერება. იდეალის მოპირდაპირე მხარეს, ლეონიძის 2-ში. ეს არის ერთი ფილერი, სადაც დიაგნოსტიკა ტარდება და კიდე გამარჯობა, კაი ხალხს. აგერ დავით შესაუბრებოდი, ლუკას შესაუბრებოდი მე. თქვენი სახელი გამახსენეთ. ადეგი კაცარი. მოგეთ, ოქრო ხალხი არის, პოზიტივით დახვდნენ, კაი ხასიათზე მომიყვანეს გზიდან დაღლის და ახლა ჩაუტარებთ ამას დიაგნოსტიკას აქ. დიაგნოსტიკას რაც შეეხება ხალხო. ეს მანქანა არის ძველი კონექტორზე ის ხალხად. ძველი სექტორი. ყველა გადამყვანი გააქვს. ესე იგი ყველაფერი წაიკითხება ამ მანქანიდან და ნახოთ აბა რამდენს დაწერს რეზი შენ 15 შეცდომას დაწერს თუ 20? მე ვიძახი რომ 10 დაწერს. 3-ს მეც არა, ოკეი. ხო, მოდით მოკლედ ლეონიძის 2-ში ხალხო, ბათუმში. ეს ერთი ფილიალი და მეორე ფილიალშიც გადავალთ, მე განახებთ. ახლა კიდე დიაგნოსტიკა ჩავაერთოთ უნდა. სად მიდიხარ ბიჭო შენ? ჯდება. კაი, ახლა ავხადოთ? თუ იქიდან დავაერთოთ ობედიდან? აი, თვითონ იზავენ. მე არ ფერცი. უყურებენ ახლა მანქანას და ფიქრობენ, ეს ვაფშე როგორ მოვიდა თბილისიდან. ხო. სხვათა შორის კარგად მოვიდა. მე ერთხმასაც მოგასმენინებთ და როგორც გამოსტილი სპეციალისტები მითხარით, ცეპი არის თუ რა არის? მე მგონი ცეპი არის უფრო. ცეპის ხმა აქვს ავარაუდოთ. კომენტარებში ფსონები იწერება ახლა რამდენი შეცდომას წერს. სავარაუდოდ ყველას დაწერს, იმიტომ რომ აქ ისეთი რაღაცეებია ნაჩალჩალი თავის ცხოვრების განმავლობაში, რომ არ ამგონია რამე ჯამთელი იყოს. მაგრამ კონდიციონერი რომ მუშაობს, ეგ არ გიყვირთ? აი ეს ფილტრია. აბა რა, ორიგინალი შენური. არა ორიგინალი ჩინური. ხაუბო რაღაცა აყენია. ეს სხვათა შორის გამოგვიგზავნის ალბათ ნანახი აქვს ეგ ვიდეოც. ალუმინის და ეს რა ჩემ ფეხებად ხომ. არა ის ორიგინალი ფილტრი გასო რა შეჭირდება ამ მანქანას. შენ რა არის ესეც? ჯერ ისეთი სწრაფი კომპიუტერი ექნება რომ ეგრევე დაწერს. ეს ის ძვირიანი ისა რა ქვია? აპარატი. ხო. დაი.
რა შეამჩნიეთ უცნაური? ანუ რა არ შეამჩნიეთ უკაცრავად უცნაური? პირველად რეაქციას არ გადავიღებ. ჯერ მე უნდა გავიგო და მე თქვენ მეკეთ. მე შევალამაზებ და ისე გეტყვით. მე თავიდან რამდენი დათვალე უკვე 14-ო? 4 1 14 5 3 8 აი ნორმალი არის უკან ბოლოში ნახე ელექტრიკ იმობილაიზერია ნორმალური და აირბაგი მაქვს იდეალური აირბაგების სისტემა მაქვს იდეალური ძმაო რას თქო უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა მაგრამ სიმართლე ვთქვათ შეიძლება ძველი დამახსოვრებული იყოს უმეტესობა რადგან ბევრს გადამყვანი არ ქონდა და ვერ ჩამოყარეს საწვავის ფილტრი და ისინი შეცვლილი გაქვს არ ვიცი არა აკო ის ლანსერზე აკეთებს ის ლანსერზე ვქენთ ამაზე საწვავის ფილტრი სადაყენია ხალხო იქ აყენია ხო უკან უკან სავარძლების აჰა всё არ მაქვს შეცვლილი შეიძლება ვიღაცამ ჩახსნა რაღაცა ეგეთი ის პომპა ეკენება ანუ შეიძლება ისე ვფიქრობ ძრავი არის საერთოდ ამისი დასერვისებული რა იმიტომ რომ საათივით მუშაობს გარდაცეპისა ცეპი ძველი დატოვეს სავარაუდოდ მე მგონია რომ დასერვისებული ძრავი არის ხო აბარები დატოვა wheel speed sensor rear right front left და body electronics ხო და პომპა ეგ პომპას სავარაუდოდ რა შეიძლება ქონდეს ანუ ან გარღვევა ქონდეს ელექტროობაში ან რაღაცა დაჩიქს იმიტომ რომ წყალს არ ადუღებს არ წევს არაფერი ანუ იდეალურად მუშაობს არა კიდე ცოტა დაწერა რეზია რა რამდენი თავიდან 22 დროც ის ციფრებს 25 ყველა საცალკე იყო საცალკე მაშინ 1.40 ან სამჯერად ხო რა 18 ეხლა დატოვა 18 всё უკვე კარგია ამასაკისთვის კარგია ძმაო ჩვენიერია მოგეთ ვერდიქტი ისაა რომ ჯანმრთელი მანქანა არაფერი არ უჭირს ფასმა აიწია 3 და 5 5 და 5 ხო მე ნაკლები არა ავსავს ხალხა კარებინაზე ჩხნელები და კი ასხოს მაგრამ მარჯვენა გაჭედილია სავარაუდოდ მაგის გათბობის სენსორი არის ეს ხო რო ათბობს იმეებს მაგის ეგენია ჩახსნილი როგორც ხედავ მაგიტოწევს მაგას ხო პრიბორზე ეგეს მოხსნილია მაგი რო ანთოს რა ჩეკის გარდა რამე მოხსნილია მეტი არაფერი იმიტომ რომ პრიბორის ტესტი გავატარე და ყველაფერს ანთებს ეგ არის და მან წერს მძღოლი როგორია მძღოლი იდეალურია ძმა მძღოლს ნუ ერჩით მძღოლი არის პირველი კლასის საერთოდ ვაძილა მე ჩახარები და შეგიღე მე რო გადამიღე ძალიან ფილმები ვატარებ ძმა კაი ეხა 1-2 სიტყვით გითხარით თქვენ სერვისებზე თუ შეიძლება რომ ხალხს რა იცოდეს ნებისმიერი მარკის და მოდელის დიაგნოსტიკა როგორც უკვე ნახეთ გარამყონები გვაქვს ძალიან ბევრი ელექტროავტომობილთან დაკავშირებული საკითხები რაც ადგილზე შეიძლება მოგვარდეს ვაგვარეთ მაგასაც და ასევე გვაქვს ჰიბრიდული ავტომობილების Camry, Prius, Lexus, Sonata, Optima მსგავსი მანქანების დაკიდების სისტემის და სამუხტიჭე სისტემის დეტალები შემეგა ყველაფერი ქონია მეორე ფილიალში გვაქვს ზეთები მეორე ფილიალშიც გადავალ ზეთებზე დიაგნოსტიკაზე რაც გითხარით ის ანახა მოკლედ რა იგი მინიმალური ელექტროობა წყლის პომპა ერთი რაც კითხვის ნიშნის ქვეშაა და ეგ მგონია რომ რაღაც დაჭიქს აქვს პრობლემა და საერთოდ აწევს წყალს იდეალურად მუშაობს და გიდრომოფტასთან რო გაუქმებულია მაგასთან კავშირში არის რამე თუ არ მგონია გიყავს არაფერს ვაში არა ოკეი აი მოკლედ ერთი კითხვის ნიშანშია წყლის პომპა გაყვანილობა მაგისიან რაღაცა მსგავსი ან თვითონ წყლის პომპა რავი ალბათ ბოლოში მიდის მაგის სიცოცხლის უნარიანობა შესაძლოა აი ეს ჩემი შეცდომები უნდა დავასკანერო მაინც ახლა თქვენს დაასკანერეთ ჩემი შეცდომები აი всё დასკანერებულია ეხლა ხალხო ხმაც მოვასმენეთ ცეპი არ ყოფილა არის ჰიდრაულიკური კლაპნის ბრალი და სხვათა შორის ცუდიც არ არის ეგ იმიტომ რომ კლაპნები პორინებზე უკეთესია მე თუ გითხავთ ასე რომ მე მგონი კლაპანი რო გამოიცვალოს всё რა ფატალური პრობლემა ეგ არ არის ივლის კიდე შეუვლები ძალიან კაი ამბავია რა საღო აი მომწონს ამას აქ ჰიდრაულიკური კლაპანი მზეთით ივსება და ისე ხსნის რა დელფერს თუ რაღაცა დელფერის ბრალი აქვს რაღაცა ხო შეიძლება შენთვის გავაკეთო ჩვენი თქმა აღარ გავაკეთე ვეღარ მოვასწრებთ მაგრამ არა აქ არა რა ვერანაირად მაშინ ნავხადოთ კრიშკა პრინციპში გალოკა არ ეხება კრიშკა ეხება ან ხელოსანთან შემილეოცებ მივიყონო გავაკეთო ძალიან ადვილი არის всё კლაპანია მე უარესი მეგონა ძალიან კაია ამოვისუნთქე ამ კლაპნით გაზაობა არ შეიძლება მაგრამ იცოცხლებს შეჯერებით ძალიან კაია აღლებში არა როგორ აი ხო
დაბლებში არა. ხო. ნახოთ, მე ზეცად შევცვლით და შეიძლება მაგ დროსაც ზეთის ბრალიც იყოს, რომ შევცვლით შეიძლება გამოსწორდეს. აჰა, ესე იგი იყო ეგეთ შემთხვევაში. იაპონური ჩავასკი ზეთი 35 ლარი გადავიხადე იქ. ეუშ. აჰა, всё. აი, ეხლა დიაგნოსტიკა მორჩენილია, ცოტა ხანი ეგ გავჩერდებით, მე როცა ბიჭებს ეცლებათ გადავალთ და ზეთსაც შევცვლით და თუ გაჩვენდა კლაპნები. თუ არა და უკვე კლაპნების გამოსვლის თემა იქნება. თუ მოვასწარე ეგეც არ ვიცი, მაგრამ ხო რა. დროდე გეცოდინება თუმცა კიდით რომ კლაპნის ბრალია, ების არა, ის უფრო. ნახოთ. ესეც მეორე ფილიალი, ბაგრატიონი 157 ხალხო. ახლა შევაყენებს და ზეთებს ვნახავთ. მოკლედ ძალიან მაგარი ხალხია, მაგრამ გამისწორდა ესენი რომ ნახე, იმენა ძალიან ჯგირები არიან. ასე რომ ყველას რეკომენდაცია, ახალი დაწყებული აქვს ეს სისტემები და გულით აკეთებენ, ასე რომ ეწვიეთ განვავითაროთ აქაურობა. და ყოველ ბათუმში ჩამოსვლაზე ვესტუმრები ამათ მედირადად. აი, ბიჭებს ცოტა მოვასწარით ახლა, შემოვლენ, აგვიწევენ მანქანას და ზეცად შევცვლით. ერთი ესეთი ამწემეც მინდა, მაგარი ამწეა ძალიან. ერთი ეს პატარა ადგილი ამწემე ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება. აი ესეთი სივრცე მინდა მეც. ხო რა. ძალიან მაგარი. აჰა. ეს ყველაფერი რაც გინდა აქ მოვაწყობდი მოკლედ იმენა რაღაც სტენდები ისინი აუ კაი იქნება. ძალიან მაგარი იქნება. მაგასაც ვიზავთ. მაგას სპონსორი გავაძრო მაგასაც ვიზავთ. ეხლა ნახე. სპეციალურად შემოაყენა რომ მანქანა ვანახო კამერაში. ანუ გვარზე ხვდებით ალბათ, ხო მანქანაზე რა გვარის არის. ძალიან მამალი Land Rover-ია, ძმაო, ნახე რა გიჟია. ამ პროექტში ისე შეიძლება ამასაც გამოკრათ, ხედი ესეთ Land Rover-ს. ამ წეთი ჩვენი მანქანა არ მინახავს, აქ ეს არის გამოსაჭიმი. всё, ეგ არ არის პრობლემა არ არის. ეს ასე უნდა იყოს ხალხო. არ შეიმჩნიოთ. აქ რა თქმა უნდა კატალიზატორი ამოღებულია. აქ მშვიდობაა, ჩემი ნაჩალი-ჩარია, მაგრამ ელასტიურ სიცოცხლის ბოლო აქვს სავარაუდოდ. ესეც ქარხნულია, პრობლემა არ არის, ამაზე არ ინერვიულოთ. ზრავში თუ გადავალთ კიდე სუზეთიანია აქაურობა, იმიტომ რომ სადღაც გაზდის. დიახ, ბატონო. კი ხო? როგორ მიხდი? ხო. აქ გვაქვს ქარხნული მავთული, რომელსაც მოვაძრობთ. და რა ვიცი, მთლიანობაში კარგია ყველაფერი. ბიჭო, ეს საწვავის ფილტრი მაქვს. თუნდა? საწვავის ფილტრი გაქვთ? რამეს უშველის? ბოშის ორიგინალია გერმანული. მართლა? კაჩუკი. თმინდა ჩუქება, კაცო. ყველაფრის ჩუქებაც არ შეიძლება ახლა. მაგრამ კი მადლობას გეტყვი. მოგადია. ეს სხვათაშორის შეომჩნიე რომ სადღაც გაქრა და მანქანის უკან ვეღარ ნახე და ან რომ მოდიოდი გზაზე და ხო რა. აშკარად არ გაჩნდებოდა ამითი ცეცხლი. ამას დროებით აქ დაგიტოვებს და ავიღებ მე. რა ვიცი, ხო რა. ქარხნულია ეგ. ყველაფერი რასაც ხედავ აქ. ხო რა ვიცი, ანუ ფატალური არაფერი ხალხო. ჩვენერად გამოიყურება. მაუშვებთ ამას, ჩამოვწვით ზეც და ეგ არის. ანუ ეს ბოშის ორიგინალი? გავცვალო? ბატონოც არა. Ele é 6 caps? What?
ეს რა კარგად გამოიყურები. ეგ არის შეცვლილი ეზეთი, ხოთზეა, ციკ-ციკი გაუქრავი, რა ზეთი აქვს ამათ არ ვიცი, მაგრამ ეხა მოგვიყვება ბატონ პატრონი, როგორი მაგიური ზეთი აქვს და აბა რა ხდება, მითხარი რა ზეთი გაქვს. ჩვენ ზეთი არის ყოვლის შემძლე. მოკლედ გერმანული ხარისხის ზეთი გვაქვს, ლუბინოლი, პირდაპირ გერმანიიდან მოდის ჩვენთან, ჩვენ ვართ საუბრობ წარმომადგენლები საქართველოში. მაგან ვერი შოვით ვერსად, გამორიცხულია სხვა მაღაზიაში რო სადმე ნახოთ. გაყიდვისასაც ჩვენ როცა ვყიდით, დიდი ბოდიშის ვუხდით ყველას, მაგრამ ზეთის ბოთლს ვერ ვატანთ ვერავის, ვარ გაყალბდეს, ესე ჩათანხმება გვაქვს თვითონ წარმოებელ კომპანიასთან. თუ იმეს წასაღებად უნდა ლიტრიან, 3 ლიტრიან, 5 ლიტრიან ბოთლებში გადავუშხავთ და ისე ვატანთ, სხვა ვარიანტი არ არის. დანარჩენი გამოცვლის საშუალებრივად ბოთლიდან პირდაპირ ადგილზე ისხმება, გაუხსნელი ბოთლები. აქვს თითქმის ყველა სერტიფიკატი, რაც ესე რომ ვთქვათ, მაღალი დონის სჭირდება, API სერტიფიკატები, დიზელისთვის დაშვებები, C1, A1, B2. ასევე გვაქვს კიდე G11, G12 ზეთოვანი ანტიფრიზები, გვაქვს .4 სამუხრუჭე სისტემის სითხეები. ძალიან მალე დაგვემატება გადაცემათა კოლოფის ზეთებით 75 90 80 90. ამჟამად რო გითხრათ კიდე გვაქვს 020 520 530 540 1040. ესენი არის ზეთები ამჟამად რაც გვაქვს. რეკომენდაცია, ყველაზე დიდი რეკომენდაცია აქვს გერმანული მანქანებისთვის, Mercedes-ი, BMW, Audi, Volkswagen-ი, Skoda. ხოლო იაპონურებისთვის ცალკე დაშვება აქვს ჰიბრიდულ ავტომობილებზეც 020 სინთეტიკები არის, 1040-ები ნახევრად სინთეტიკებია. დანარჩენს ხარისხს ვიდეოში ნახავთ მანქანას როგორც დაიწყო. პასუხისმგებელი ვარ ზეთის ყველანაირად ჩვენ. ანუ კლაპნების მახო ქონდა. რო დააჭერ გას აღარ აქვს და ციკ-ციკიც აღარ ისმის. რავი, შეიძლება მართლა ზეთის ამბავი იყო, მაგრამ რახან მაქხელა ხმა აკიდებული, უკვე მართლა სანახავია, მაგრამ ფაქტია, რომ გააჩვმა მანქანა და აი ძალიან მაგარი არის, დებინადლო ბიჭებო და ოქროები ხართ. მე და რეზი როგორც და დიდი წამოსული შეხედეთ, მაიკა დარჩა სახში. ჯიგარი ოფისში იღვენდება, რაც ახავთ არ გამოჩენილა, იმიტომ რომ მანქანაში და კონდიციონერში. ახლა კიდე ღამის გასათები უნდა ვიპოვოთ, ან უნდა გადავწყვეტოთ, რომ დავეშვათ, ახლა წავედით თბილისში. მაგინ დაშვება ჯობია. დავეშვათ თქვენ ჯობია. ხო, ხიდსაც შეეხება, ხიდის ზეთი ცოტა სქელი იყო და ფიზიკურად არ ჩავასხე თამაში, ასე რომ მაგას მე ცალკე ვიზავ თბილისში, ხიდში სხვა რაღაცას ჩავასხო, ასე რომ წარმატებით. ჩვენ ბიჭებო, ეს არის ბაგრატიონის კი არა და რა ქვია. ბაგრატიონის 174-ში შეგიძლიათ მოხვიდეთ. 157-ში პირიქით თქვი. ბაგრატიონის 157-ში უნდა მოხვიდეთ ბათუმში თუ გინდათ უმაგრეს ხარისხის ზეთი ჩაასხათ თქვენს ავტომობილში. ასე რომ წარმატებები აქაურდეს და ჩვენ დავშვით თბილისში გათენებას ავაპირებთ. ამ ახალი ზეთით უნდა დავაწყოთ ეგრევე იქით. დაიხართ. ეგ არის სასტავ. ჩვენმა ბათუმის ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა. ოქრო ხალხია, უეჭველი უნდა ეწვიოთ ამათ. B Motors-ი, მისამართი ციცით და პლუს აღწერაში არის ამათი ეგ მონაცემი. ახლა დაგვჭა ჩავიდეთ თბილისში და ტესტი იქნება გავლილი ამ მანქანის მიერ. თბილისში რო ჩავალთ. ერთი იმას მივხვდი, რომ ეს მანქანა არ არის მაგისტრალისთვის, ეს არის უფრო ტრასის მანქანა, იმიტომ რომ ძალიან მაღალ ბრუნზე მუშაობს, რახან 5 სიჩქარიანია. ასე რომ ქალაქში იდეალური იქნება. ანუ შედარებით ბევრიც დაწვა ბენზინი, რახან მაღალ ბრუნზე მუშაობდა, ასე რომ ქალაქისთვის ძალიან გამომდგარი იქნება. და ჩამოვედით თბილისში სასტავ ტესტი გაიარა E46-მა. რა კარგია დაბრუნება. აქ ვიწერია ეხლა რამდენი 754 კილომეტრი. გავიარეთ ამ მანქანით. ძალიან მაგარია. ერთ მომენტში ცაპკა მაიკიდა ძალიან მაღალი ხმა. ნუ უკვე გამოსასვლელია ცაპკის პაჩემნიკის სავარაუდოდ. ხო და მაგასაც მე ვიდეოს გადაჭი შევცვლი, თორე სხვა დანარჩენი საათივით მუშაობს მანქანა, არ დაუწუწუნი არაფერზე. ძრავს ისევ ისეთი ხმა აქვს, დიახ, როგორც დიაგნოზი დაუსვეს. კლაპნის ბრალია. ამას ხო ჰიდრაულიკული კლაპანი აქვს. კლაპნის ამწევი ტალკაწელი თუ რაც ქვია, არ ვიცი ქართულად მოკლედ რა ქვია და მაგის შეცვლაც საჭიროებს მხოლოდ. მალე უწევს ტექნათვარიელება, მაგასაც უპრობლემოდ გაივლის დარწმუნებული ვარ და
გადაეცემა თავის ახალ მფლობელს. ეს ყოფილა ვირი მანქანა, ოღონდ მართლა, აი ძალიან ვირი გამოდგა. ჩამევედით. რეზიც უკან მომყვება. სახლში ვარ, სასტავ, ძლივს. საბოლოო ნიშნული 763 კილომეტრი დღეს. დღისით დაგელაპარაკებით, ეხლა უკვე მეძინება ძალიან და ვერ ვაზროვნებ. წავედი სახლში. მოგესალმებით, გამოღვიძებული, გამოფხიზლებული სლენდერა. აც უკვე ყველაფერი რიგზეა. გამოვიძინეთ ვედერეზი, მაგრამ კამერის უკან დგას და უბრალოდ არ უნდა გამოჩენა, იმიტომ რომ ახალ გაღვიძებულია და არის დილის 2 საათი უკვე. ხო, კარგად ეძინა როგორც ჩანს. მოკლედ სასტავ. ხოძეა. ცალკამ რაღაც ხმარვა იყიდა ავტობანზე, გაუქრა, სანამ სახლში მოვედი, შუაგზაში. მაგრამ ნუ სავარაუდოდ საფკის პაჩებნიკი რაც არის, გამოსაცვლელი ექნება უახლოეს მომავალში. ჩემი აზრით. იცვლება ან იყიდება როგორც არის, ტექნატორილებას გავატარებ ახლა რამდენიმე დღეში უწევს. ხო და შემომთავაზეთ. რა შეგნებავთ გაცვლა ან შეიძენთ თუ არა და ფასი რა ვიცი თქვენ თვითონ ადეკვატურად შემოთავაზებთ რამდენი იქნება ფასი. რამდენი? $300. ორავი ამის ფასები არ ვიცი, მე ვნახავ ინტერნეტში. ადეკვატურად ან გავყიდით, ან გავცვლით. შემოგთავაზეთ ან მეილზე, მეილს აღწერაშია, ან ინსტაგრამზეც პირადში შეგიძლიათ ჩამიყაროთ, შევამოწევ ხოლმე inbox-ი, იმიტომ რომ სპამებში ვარდება სულ, რეკვესტებში უფრო სწორად და ხო რა. ძალიან დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. მართლა გავარდეთ ამ პროექტით, მაგრამ უნდა გაუშვათ ეს მანქანა და უკვე სხვა უნდა ავიყვანოთ. ბოლომდე ვერ მოიხოდა მართალია, მაგრამ ნუ მოძრაობს ჩვეულებრივად და ქალაქისთვის ძალიან კარგი მანქანა, ან პირველი მანქანა თუ იქნება თქვენი, ან გასვაპლაგინათ ან რაღაცა მსგავსი. ხო, ჩვენი მანქანა არის რა. კლაპანს ხმავს უბრალოდ რომ კლაპნის ამწევს რაც არის რომ ჰიდრაულიკური აქვს ამას და ეგ იქნება მარტო შესასვლელი ძრავზე რამე კითხვის ნიშანი თუ არის მარტო ეგ არის. დანარჩენი არაფერი ზეთი იგივე ფერზე არის რომ ჩამოვიდით ბათუმიდან გრამი არ დაუკლია და თაფლივით არის ისევ. ასე რომ ხო აბა თქვენიცით დროებით შეგხვდებით შემდეგი მანქანით ან ნახოთ იმედია ამ შემდეგი მანქანით. რამე თუ იქნება ახალი გეტყვით. ძალიან გაგვეწელა ხო, მაგრამ მადლობა რომ დაგჭირთ ბოლომდე გადავდივართ შემდეგ ლეველზე.